მოკლედ იმერეთში ვართ ჩვენს მეგობართან სტუმრად მე და ზურა ნიჟარაძე და ჩვენი მეგობარი უნიჭიერესი მსახიობი. და ნუ ზურა მოგეხსენებათ არაჩვეულებრივი თამადაა. იშვიათი და მიყავს სუფრა საოცრად. თავისი ლექსები, თავისი ამბებით ყველაფერი, სიმღერებით ყველაფერი და დიდი ხანია უკვე ვსხედვართ. და ვიღაცა შემოგვესწრო, ესე რო ვთქვათ, როგორც ვიტყვით ხო. შემოგესტუმრათ. ხო, შემოგვესტუმრა ვიღაცა კაცი, რომელიც კუთხეში დაჯდა, ხმას არ იღებს საერთოდ, არც სიმღერას უსმენს, არც ხმაურობს. ნუ სადღაც არის ეს ადამიანი რა. თავის განზომილებაშია და ზურას ერთი არაჩვეულებრივ ლექს კითხულობს და მოუნდა რომ წაეკითხა. ნუ ლექსია ესეთი ბევრს ვეწევი ძალიან თითქმის ყოლოფ ნახევარს ამღამობით მახველებს უძილობა დამჩენდა რაღაც ესეთი ლექსია არაჩვეულებრივი და ამას პაუზებით კითხულობს. და დაიწყო. ბევრს ვეწევი ძალიან. შეჩერდა. და იქ დაინტერესა იმ კაცს. გამოფხიზლდა. მე რატო ეწევი ძმაო? გამოყო თავი. ეხა ზურად ცდილობს რომ გააგებინოს რომ პირდაპირ არ უნდა თქვას მივხვდეს ეს კაცი რომ ლექსს კითხულობ. თითქმის ყოლოფ ნახევარს. ყოლოფ ნახევარი ბევრია ძმაო პასუხობს. ნუ ამას მოეშალა ეხა ნერვები. რეგისტრებს აუწია ხო? ღამღამობით მახველებს დაგახველებს მაო ამას ვეწევი. აბა აი მაინც ვერ მიხდა რომ ლექს კითხულობ. უძილობას დამჩემდა რა დაგაძინებს მაო. ყოლოფ ნახე ლექსია ჩემოძმაო. თქვათ ფეხი დავადგით ნაღმზე. ამ შემთხვევაში რასაც ვაკეთებთ? ყველამ კარგად დაიმახსოვროს. პირველ რიგში ვიღებთ ფეხს ნაღმიდან და მეორე რიგში ვიღებთ ამ ფეხს იქედან, სადაც დაეცემა. გასაგებია? გასაგები. და 100 კინკილით მიგვაქვს ეს ფეხი მეტ პუნქტამდე. აი ესეთი ბედნიერება, ესეთი გამარჯვების მუხტი მე არ მახსოვს. მთელი წელი გრძელდება ეს ზეიმი ხალხო რა მაგარია. ფეხბურთით დავიწყებ ჩემო ძმაო. კი გახსოვს აქ საბერძნეთზე რა ამბავი იყო და ეს გაგრძელება ჩემი თვალით ვნახე გერმანიაში. ამდენი ქართველი გერმანიაში მე მგონი ბოლოს 45 წელში იყო. ყველა დროშები იბან ერთი დროშა აიტარა და გვირი გახდა და ყველას დროშა გვეჭირა საქართველოს. ამჯერად ჩვენი დროშა იყო ეროვნული, ეს იყო მნიშვნელოვანი და ჩვენი სახელით გამოვდიოდით. შევედი ადგილზე რაღაცა და შვილი მყავდა ჩემი წაყვანილი სანდრო და თან ისე წამოვიყვანე აეროპორტში რომ ვითომ მემაცილებდა მანამდე არ იცოდა. ხო და იქ უთხარი რა, მეთქი ეს აბა წაიკითხე ვერ ხედავ ისი გვარი წერია აქ მე უთხარი შვილო და რო წაიკითხა ჩემი გვარია. იქ გაიგო რა აეროპორტში და აბა იქ რაღაცა ყველაფერი რა ჩავედით გერმანიაში. წავედით აქედან მეგობრები და შევდივართ ეხლა სტადიონს. შევედი რას ვხედავ? მთელი პორტუგალია ამ სექტორში ზის. და 1-20 ქართველი ვართ რა. მაგრამ მე ეგეთი გულიანები თუ იყვნენ პორტუგალიელები არ მეგონა რა. როგორი ჯიგრები, როგორი მაგრები, მე ხო ცნობილი მტირალა ვარ. დაიწყო ჰიმნი, დავიწყე სიმღერა. აბეს ლუკური ეს ის. მაგის დამადასტურებელი ფაქტების მაგ და მივჩენ პარალელურად, შენ რომ მოყვები. ხო და ეს პორტუგალიელი მარტყავს რა მხარზე რა ვიღაცა მოუტრიალდი და მაგარი კაცი ხარო, როგორ გიყვარს შენი ქვეყანა, ძალიან ემოციური ხარ, ცოტა თავი შეიკავეო რა, ცოდო ხარ. აი ეს გავთორებული არ აქონდა, დაიწყო თამაში და მეორე წუთი არ გავიტანე, თუ პირველ წუთში. ახლა ტირინის მეორე ფაზა. დავიბრიალე. ამა რაღაცა ტაბლეტები მომცა ეგის მე შეიძლება არაფერი მოგინდეს, მთელი პორტუგალია მებანიავებდა, ხო იცი?
მერე მეც ეხა კოჭი გავუღორე რომ მე ვთხარი რა მესი ის მესი მეთქი რონალდოა პირველი თქო და უნდა გენახა ნახევარი სექტორი მეტანიებს რა შეგენაცვალე რა კაცი ყოფილხარ ეხლა კიდე არაფერი გამარჯვებულები ვარ ჭკუაზე არა ვარ და გამოვედი და საქართველოა რა და პორტუგალიელები ჯიგრები ესენი მოდიან მკოცრიან გვილოცავენ რაღაცა და მოვიდა ერთი ვიღაცა მაგარი ქალი გულმოსული და მივიდა სანდროსთან რა სანდრო 14 წლის არის მოზარდია ბიჭო ეგრე კი არ არის ხე რაღაცას ელაპარაკება ინგლისურად ლაპარაკობენ და რა უნდა მეთქი და სანდროსაცია საქართველოს ნაკრების მაისური იმას ეცვა რონალდოსი და ეს მაისურებიო გავცვალოთო რა სანდროს ეუნა ხო და მეთქარი როგორ უნდა გავუცვალო მეთქი და როგორ გავცვალო აქ ხო მიდი რაღაცა რა პრობლემა არის და არა იძრო გულმოსულმა აიძრო ეგრევე მაისური რაღაცა და ეს სანდრო გამოსალოცი გამიგდა ბიჭო მე ვუთხარი რაღაცა მეც დავიწყე გახდა ხალბატონო ჩემ მაისური უფრო ჯობია რაღაც შორტებსაც დაგიმატე და გაცვალეს მაისურები მაგრამ ეს ბავშვი ბიჭო მართლა გამოსალოცი იყო დააყავდა გერმანიაში ისევ გაშტერდა ეს დააყავდა თელ გერმანიაში ეს ეხლა ხუმრობი თორე იქ მოხდი იყო ჩემო გია აი ესეთი შემართება ღმერთო არ გამოგვილიო რა აი ყოველ დღე რა ბედნიერება ესეთი მუხტირო არის და ესეთი არა თავარია გრძელდება ეს გამარჯვებები გრძელდება რომელია და ღმერთო ეს ოქროს ხანა არ დაამთავრო გეხვეწები რა გამარჯვების გზებზე გვატარე ქართველი აი ხა შენს და მენს და თელგულია ისეთ ხასიათზე ვარ როგორც ამ სიმღერაშია გამარჯვების გზებზე ვდგებით გამარჯვების სიმღერებით გული უნდა ვიჯერო თან როგორი გამარჯვებით შემოხვიჭა ერთი კაცის გამარჯვება კი არა ორი კაცის გამარჯვება კი არა სამი კაცის გამარჯვება კი არა ქართველების ერთად ყოფნა და მილოცებერთო ქართველების ერთად ყოფნა და მილოცებერთო ისე პირადი გამარჯვება ჩემო ბესო შენ და შენ ლამაზ ოჯახს ეს ყველაფერი 28 აგვისტოს უკავშირდება მარიამობა დღეს როდესაც გაჩნდა მესამე შვილიშვილი ჩემი ბესოსი ილია ჩემო ბატონო და მიულოცოთ ჩემ ბესოს დიდი მადლობა თავისი მომავალი ნათლის სახელი ქვია მესამე რო არის დაარქვეს უწმინდესი სახელი და უწმინდესი მოვინათლავს მე ეხლა მაგაზეც უნდა მოგიყვე ერთი კურიოზი ის პერიოდი არის რომ უკვე ვემზადებით ამ კაი ამბისთვის რა სადღაც 1-2 კვირა დარჩა და რეკავს ჩემი შვილი რა რაღაცა არ მომეწონა ხმა რაღაცა მიკრამებული ხმით რომ мама ისა მე საავადმყოფოშიო დამაწვინესო გული გამისკდა რა საავადმყოფოში დაგაწვინეს კაცო ჯერ დრო არაო мама შენო ტონუსი მაქვს რა ტონუსი მაქვს აწეულიო თუ და რაღაცა თქვა ტონუსი გავიგე ნუ გეშინია შვილო აღარ ვაცალე მაიცა მე ვთხარი მაცადე აპაჩხარა აქედან იქიდან როსტიკას დაურეკე ჯანდაცვა მთელი დავაყენე ფეხზე ჩხარა ტონუსი ვიცახი ვერც უხსნი ამას რა ტონუსი ის ტონუსი რაღაცა და გიჟივითავა რა როგორია ბავშვ ტონუსია გვიჯო საავადმყოფოშია როგორია საავადმყოფოშია და დაურეკე ჩემი ძმა მაგას ვენაცვალე ვინც გვაჩუქა ეს პატარა ილიკო ნუკრი კინტრაია უყარგესი და უმაგრესი აქედან მივესალმებ დიდი სიყვარულით იმას დაურეკე ძამიკო მიშველე მე უთხარი იო არაფერი არ არის ეგო ტონუსიო არისო მუცლის დაჭიმულობაო დაურეკე თათას შვილო ესე არეული ლაპარაკი როგორ შეიძლება მამა მე უთხარი შევძარი მთელი ქვეყანა 30 წელია ტონუსი მაქვს 30 წელია ტონუსი დავდივარ
ყველას არიგებს. მას არ ვიღებ. რა შეყარებ ტელეგვეყალა. და 28 აგვისტოს ღვთისმშობლის შემწეობით იმისი ტონუსი დამთავრდა. ილია გაჩნდა, ჩემი ტონუსი გრძელდება. ტონუსი. ესეთი პაციენტი არის, იმ დროსაც 90-იან წლების მოგეხსენებათ ქვეყანაში, ყველა რო ძველი ბიჭი იყო და მათ შორის გამორჩეულად ძველი ბიჭები რა, აი პამიდორს რო არ ჭამდნენ და ბანანს გვერდულად რო ჭამდნენ და ახლა ეგეთი ტიპები და როგორ ჭამდნენ ბანანს? გვერდულად. ხო და ერთ-ერთი ეგეთი ძველი ბიჭია პაციენტი და ორივე ფეხზე არის სისხლძარღვაზე საოპერაციო და რო გაიგო რომ ფეხები უნდა გაიპარსოს იქ დამთავრდა ყველაფერი, აი მომავალი ესპო ფეხების გაპარსო როგორ აკადრეს და აი სერიოზული ამბავი მიდის და ხა 90-იანებში დამწყები ექიმის პაციენტის დაკარგვა ხა ძალიან რთული ამბავი და მოკლედ არ შეიძლება იმის გაშუქება ძალიან ცუდ დღეში აქვს სისხლძარღვები და მოკლედ განგრენა დაიწყოს რა. როგორც იქნა, შეიძლება იმაზე რომ არ შეიძლება და გაიპარსოს ხო არავინ არ უნდა გაიგოს ეს ამბავი პალატიდან არ გავა რა. კაი, არ გავა, გაუკეთა ეს ოპერაცია და იღვიძებს რა. იღვიძებს და მაშინ იყო, ელასტიური ბინტი უნდა კონდეს დახვეული ხო ფეხებზე ხა. სად იყო მაშინ ელასტიური ბინტი და ჰუმანიტარული დახმარება იყო შემოსული თეთრი კალგოტკები. მაგას ვინ ეთყოდა რომ ეგ უნდა ჩაეცვა და ამიტომ ხა ნარკოზის მერე სანამ გაიღვიძებ და ამოვაცვეს და გაიღვიზა და ოპერაცია ვერ ინძრევა ფეხებს ვერ და თეთრი კალგოტკები აცვია და საშინელება ხდება პალატაში იგინება ყველა მიმართულებით ყველას აგინებს რა თუ ყველას დიც პატალ მაოძედუნს აგინებს ვიღაცა ყველას აგინებს რა და კარები იღება ამ დროს შედის პალატაში სანიტარი და გადაბრუნდი ოყნა უნდა გაგიკეთო დაახავრდა იმისი მომავალი. საკონტროლო გაწოლა. მომავალი მოყდა იქ. ახლა გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან და სასიხარულო ამბავზე, რომელიც ჩვენს მეგობარს დათო ბეკოშვილს უკავშირდება. ვირბაზო მეგობრებო, 22 აგვისტოს უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა, დაიბადა ტიმოთე ბეკოშვილი. პირველი შვილი, ჩვენი დათო ბეკოშვილი და ვიროცავ შეგენაცვალა. ვიროცავ. ოღონდ საქართველოს აუცილებლად პირველ რიგში დიდი მადლობა ბატონო გია თქვენ, შემომეგობრებო თქვენ და ყველას მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერი და ყველა იმ ადამიანს გულთბილი მადლობა გადავუხადოთ ჩემი და მარიამის სახელით, იმიტომ რომ ტიმოთეს ამ ქვეყნით მოვლინებით ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია ყველა ჩვენს ახლობელში, ნაცნობებში, მეგობრებში და მადლობა ყველას გულთბილი სიყვარულისთვის და ემოციებისთვის. რა თქმა უნდა, დიდი ბედნიერებაა, დიდი სიხარულია და მე და მარიამი ძალიან გულმოდგინედ ვემზადებოდით ყველაფრისთვის ფეხმძიმობის პერიოდი, მეს მშობიარობა და მოკლედ მთელ ამბებში ვიყავი და ერთ ამბავს გავიხსენებ, თეთრი წყაროს სოფელი, ესეთი კარგი სოფელია ჯორჯიაშვილი, სადაც ერთი ძალიან კარგი არაჩვეულებრივი კაცია, ბატონი ზვიადი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ხორცი. რომელსაც მთელ თეთრი წყარო და არა მარტო თეთრი წყარო იკვებება და რა თქმა უნდა მეც მივედი და ვარჩევ ახლა სულ კარგ ნაჭერს მირჩევს ხოლმე. აბა დათო ჯან რა გინდა ახლა რა საკეთებს? სახაშილა მე გინდა, ოსტრისთვის გინდა, ჩალაღაჯი გინდა, არტალა გინდა რა. ხო და აბა შენს კი რა ხდება მეკითხება და თან ხორცს ჭრის და მე ვთხარი ჩემო ზვიად ბავშვს ველოდები მეთქი და ჭრის და უცებ გაჩერდა ეგრევე ამომხედა. დედალია თუ მამალი? მე ზეუთხარ მამალია ბატონო. ვაშე გენაცვალო და ერთი ბარკალი ხორცი ისე გამომატა. და მე ღვთისმსალობით მოევლინა ტიმოთე კარგად და აი მე მთელი ეს ემოცია, მე ეს ყველაფერი გაიარა და აი თელი სხეულით კანკალები და ცრემლი წამოვიდი და ის ხო სიხარული და ძალიან დიდი ბედნიერება. ეს ყველაფერი ბატონო გია და იქავარ ხა საწავალ და პირველი საათზე რომ შევიდა პირველიდან 8-ის ნახევრამდე თან მოგეხსენებათ იმ დღეს გქონდა ჩვენი შოუს კონცერტი ბოლნიში. ბოლნიში, კი ბატონო და გელოდებით ამ დროს ჩვენ ვართ სცენაზე და ეხლა მოასწრებენ ჩამოსვლას ვერ მოასწრებენ. ამბავია რომ პირველ წელს ბატონი გიას მოგგლებ, აი პირველ წელს შევიდა უკვე დათო შევიდა იქ არის და ალბათ ახლა ვედა 2-ზე ალბათ წავალთ, ალბათ ახლა 6-ზე მაინც ჩავალთ. კარგი ებზევრია და ცოტა გვიან იქნება მე. 8-ის ნახევარზე გვიწევს გამოსვლა ჩვენ და ზუსტად რა დროზეც გვიწევდა ჩვენ სცენაზე გამოსვლა. ზუსტად იმ დროზე დაიბადა ჩვენი ზუსტად იმ წუთებში დაიბადა პატარა ტიმო.
ბატონია ეს ეხლა დაიბადა უკვე ეხლა ახალი ის გაჩნდა პრობლემა რომ პატარა ბავშვია ტირის ხო და მანამდე ძალიან ბევრი რაღაც ლიტერატურას ვეცნობი იქ რაღაც გუგლავ რაღაც სოციალურ ქსელებში რაღაც ვიდეოებს უყურებ ხოლმე ყველა ენაზე აბსოლუტურად ყველა ენაზე და ამოვაჩინე ეგეთი რაღაცა სასწაული ჩინურად არის რა ბავშვი რო ტირის როგორ უნდა გააჩვენო თუ შეიძლება რომ გაჩვენო კი ბატონო აი ამ ბავშვს ეს ხელში გიჭირავს გუნჯუნ და თან თვალებში უყურებ მანამ სანამ ისეც არ ამოგხედავთ და ჩუნგუნგანდი ჩუნგუნგანდი ჩუნ და მოტრადები და მე ბოდიში უნდა გავიარო ჩანგინ ჩანდი ჩუნგუნ ჩანგინ ჩუნგინ ჩუნგუნ ჩანა ესე ჩუნგუნ ჩინდი ხანდა ჩანდი ჩუნგუნ და სასავლისა რო ჩუმდება ბატონი მუშაობს მარიამი მაინც ცოტა ისე ცოტა ალმასერად უყურებ გამჩენ მეთოდს და პესოსი არ იყოს მუშაობს აბა სალოცი ესა ყოფილი